გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია ჩემი საავტორო პოდკასტი შუა პლეხანოვიდან, მე კი მისი უცვლელი წამყვანი ვანო კაკაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგა და ჩემი სტუმარი იქნება ფეხბურთის მეტად აქტიური და გულმხრივალი გულშემატკივარი აბელი მაისურაძე. აბელ, გამარჯობა, მადლობა მოსვისთვის. როგორ ხარ და როგორია შენი განწყობები აღნიშნულ პოდკასტთან დაკავშირებით? მოგესალმები მოვანო, მივესალმები შენ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. არ ამიშავს, თავად როგორი იკითხო. მეც არ ამიშავს. განწყობასაც შეეხება, კარგ განწყობაზე ვარ მოსული და ვიმედოვნებ, რომ კარგი პოდკასტი გამოგვეხა. გულმხრივალი ხომაგის რა მოგახსენო, მაგრამ მოყვარული ნამდვილად ვარ და მოდი ვეცადოთ, რომ კარგი პოდკასტი გამოვიდეს. ეჭვის ნატამალის ამეყარება იმაში, რომ კარგი პოდკასტი გამოვა. მოდი ახლა უშუალოდ დავიწყოთ საუბარი ახალ სისტემაზე. მოგეხსენება, რომ გასული სეზონიდან ჩემპიონთა ლიგა გადავიდა ჭადრაკის სისტემაზე და ეს იყო უკვე პირველი სეზონი, როცა უკვე ჩვენ ვეღარ ხვდებოდით ჯგუფურ ეტაპებს. მაინტერესებს, როგორი იყო შენი განწყობები ამ ცვლილებასთან დაკავშირებით სეზონის დასაწყისში, რა მოლოდინები გქონდა და გამართლა ისინი თუ არა? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ და ბოდიში გაწყვეტინებ, რამდენად კარგი იყო ეს ყველაფერი უშუალოდ ჩემპიონთა ლიგისთვის და ფეხბურთისთვის. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მე თავიდან ცოტა სკეპტიკურად უყურებდი ამ სისტემას, თუმცა უნდა ვთქვა, რომ აღნიშნული სისტემა უფრო სანახაობრივი გახდა ამ სისტემის დამსახურებით ჩემპიონთა ლიგა და რატო? ჩემიათ შეგვიძლია უკვე აღმოვაჩინოთ ამ სისტემის დახმარებით და ჩემიათ პირველ სადებიუტო სეზონში აღმოვაჩინეთ ისეთი გუნდები, რომელიც აქამდე შეიძლება არ განგვეხილა როგორც ესე ფავორიტებად ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშისა, თუმცა მათ მაინც შეძლეს და მოახერხეს თამაში. აი ამ ხრივ ჩემიათ უფრო სანახაობრივი გახდა. აი რაც შეეხება ფეხბურთელებისთვის და ზოგადად ფეხბურთისთვის ან ჩემპიონთა ლიგისთვის კარგი იყო, რადგან სანახაობრივი გახდა, უფრო მეტი მატჩი ჩატარდა, შესაბამისად ბიუჯეტიც უფრო მეტი შევიდა აღნიშნული ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტში და შესაბამისად უფრო მეტი ფინანსური რესურსი გაჩნდა სხვა მატჩებისა თუ ივენთების დაორგანიზების, მოვლენების, სხვა ივენთების. და ფეხბურთელების რაც შეეხება, აი ჩემეთ ფეხბურთელებისთვის მთლად სახარბიელო ალბათ ეს ფორმატი ვერ იყო, რადგან ასეთ აქტიურ რეჟიმში ფეხბურთის თამაში იწვევს ფეხბურთელის გადაწვას და ჩვენ ვნახეთ ესე ვთქვათ ხშირი თუ არა, ბევრი შემთხვევა მაინც როცა ფეხბურთელებმა გაიწყვიტეს ჯვარედინი იოგები, რის გამოც მოუწიათ მთელი სეზონის შეგდება. სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ არ ვიცი რამდენად ადენებ შენ თვალს პროექტ იკამათეს და ვფიქრობ, რომ ეს თემა ძალიან კარგი იქნებოდა მათთვის. აი პირობითად ახლა იქ რო დასულიყო შეკითხვა, რომ იყო თუ არა ეს ყველაფერი მომგებიანი ფეხბურთისთვის, ამაზე ვფიქრობ, რომ კარგი დებატები იქნებოდა განსხვავებული პოზიციების შემთხვევაში. რატომაც არა და მე არ გამოურიცხავ, რომ რომელიღაც ეპიზოდში მაინც იყოს ამის შესახებ გამათი. რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, მე დიდად ვერ დავიგვეხნი კომპეტენტურობით აღნიშნულ საკითხში, თუმცა ჩემი აზრიც არის ის, რომ ვფიქრობ, რომ ამით უფრო დიდი და ფართო გასახანი მიეცათ შედარებით დაბალი კალიბრის გუნდებს. აი თუ გახსოვს, ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ მე პირადად ბარსელონის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ თუ გახსოვს, მადრიდის რეალი იყო ათეულს მიღმა და თითქოს ახლოს იყო გასავარდ ზონასთან. PSG, რომელიც ჩემპიონი გახდა, თითქოს ვარდებოდა, ყველა იმის მომენტში იყო, PSG გავარდებოდა საერთო ჩემპიონატიდან და ასშემდეგ და ვფიქრობ, რომ კონკურენციის დონე ლიგის საწყის ეტაპზე უფრო ამაღლდა. თუმცა რაც შეეხება უშუალოდ ჩემს დამოკიდებულებას, ვფიქრობ, რომ ჩემთვის როგორც ფეხბურთის გულშემატკივარისთვის ეს ნაკლებად რელევანტური იყო, იმიტომ რომ მაინც ახლა მე ფეხბურთს ვყვებოდი 9 წლიდან და უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას ესე აქტიურად თვალყურობდი როგორც 11 სეზონი, როცა ბარსელონამ თავისი მეოთხე ტიტული მოიგო. სულ მახსოვს ველოდებოდი, როდის ჩატარდებოდა წლისყრა, რომ ენახა ჯგუფურ ეტაპები და სად მოხდებოდა ბარსელონა და იქ მაინც სულ სხვა მოლოდინები მქონდა, რომ მინიმუმ 12 ქულა მაინც უნდა აიღო ჩემს გუნდს და მაინც თავიდან ბოლომდე გარდა ამისა ახლა მე ბავშვობაში მიყვარდა PES-ის თამაში, FIFA-ს თამაში და იქ მიყვარდა ჩემპიონატების თამაში და იქ რომ ახსოვს როგორი იყო ცხრილები და ასე შემდეგ, ვფიქრობ, რომ თითქოს რაღაცნაირად ჩემი ბავშვობის მოგონებებს აი ამ ცვლილებამ დამაშორა. თუმცა ცხადია ეს ყველაფერი მისცეს სამებილი იქნება თუ ეს ცვლილება ფეხბურთისთვის მხოლოდ უკეთეს მოიტანს ყველაფერს. არ შემიძლია არ დაგეთანხმა მაგ საკითხში, როცა ესე აღტაცებით აღტკინებით ველოდით ჩვენი გუნდი,
ჯგუფში მოხდებოდა, ვინ იქნებოდნენ მისი მეტოქები და ასე შემდეგ, თუმცა როგორც ვახსენეთ მეც და შენც, დაბალი გასაქანის გუნდებისთვის უფრო კარგი ფორმატია. აბელ, ალბათ გახსოვს ის თუ როგორ განაწილდა ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპზე, ქულათა ბალანსი და ვინ რომ ადრილი დაიკავა, კარგად გახსოვს ალბათ ჩემპიონთა ლიგის ეს ვთქვათ წარსულების სათავეში ლივერპული, მეორე ადგილზე გასული ბარსელონა, ასე შემდეგ. რა მოლოდინები ქონდა, ანუ აშკარა მიაღწევენ თუ არა ეს გუნდები ასეთ მაღალ თუ დაბალ შედეგებს და როგორ გამართლდა ისინი? ნუ ბარსელონათი დავიწყებ რა, რახან ჩვენი გუნდია მაინც. ნუ მოკლედ, პირველი მატჩი როგორც გვახსოვს იყო მონაკოსთან, რომელიც სამწუხაროდ წავაგეთ, ლამინი ამალმა ჩვენიერი გოლი გაიტანა, თუმცა მაინც მოვიგეს მონაკოელებმა და თავიდან თითქოს დავფიქრე რომ მეთქი აი კი ეს ჩემპიონთა ლიგამდე ბარსამ უკვე ნელ-ნელა დაიწყო პროგრესირება, თუმცა აი ვაიდა ამ ჩემპიონთა ლიგური ახალმა ფორმატმა რაღაცა ვერ წაიღოს ესე ვთქვათ ჭყალებში, მაგრამ ნუ მერე იყო ბენფიკასთან თამაში, მერე იყო ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო თამაში ამ სეზონში. ნამდვილად Young Boys-თან იყო, Red Star Belgrade-თან და ასე შემდეგ, სადაც უკვე ბარსას უპირატესობა აშკარად გამოჩნდა, ნუ ბენფიკას ცოტა სხვანაირად იყო, თავიდან ბენფიკა იყო საკმაოდ ისეთი კომფორტული უპირატესობით, თუმცა ბოლოს ნახეთ ჩვენ რაც მოხდა, Young Boys-თან, Red Star Belgrade-თან და ასე შემდეგ გუნდებთან, ნუ ატალანტასთან უკვე აღარ იყო საჭირო ესე თავის გაგიჟება და ფრესაც დაუჯერდით. იამალის გოლი ძალიან მოკლედ, მაგრამ მაინც ლამაზად გაიტანა თამაში. და ნუ მოკლედ აი თავიდან ესე ცოტა შიში გამიჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ბარსა უკვე როგორ პროგრესირდა ამ პერიოდისთვის. თავიდან მაინც შიში გამიჩნდა, თუმცა ანუ ბოლოს კი მერჩინა ხა პირველზე ყოფილიყო, თუმცა რახან იმ 8 გუნდში მოხდა, რომელიც პირდაპირ გადიოდა უკვე პლეი-ოფების რაუნდში, აღარ დავეძებდი, ესე ვთქვათ, მით უმეტეს ბოლო 4 წლიდან გამომდინარე. ნუ დანარჩენ გუნდებს რაც შეეხება, ნუ ლივერპული პრემიერ ლიგაშიც შესანიშნავად ასპარეზობდა, ჩემპიონთა ლიგაზეც მშვენიერი იყო და ნუ აი რაღაც ზონეზე მაინც ველოდი ლივერპულის პირველ ადგილს, თუმცა ძალიან ველოდი. თუმცა აი რაღაც მომენტში როცა შეიცვალა ცხრილისა და ბარსა ავიდა პირველზე, მეთქი აი ღმერთო ოღონდ ეს შენარჩუნდეს, თუმცა საკმაოდ ცოტა ხანი შენარჩუნდა. ნუ ლივერპულის პირველი ადგილი მე მგონი რომ გასაკვირი არ იყო ამ სეზონში. თავიდან ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი მაგაში, რომ ლივერპული პირველი ადგილი დაამთავრებდა ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპს, იმიტომ რომ ლივერპულის რამდენიმე თამაში მქონდა ნანახი და პირველ რიგში აღნიშნავ იმას თუ როგორ ფორმაში იყო მუჰამედ სალაჰი სეზონის დასაწყისში. როცა იძახდა რომ ერთ სეზონიანიაო და რაღაცა ვფიქრობ რომ ალბათ ის უკვე ემზადებოდა ბალონ დორისთვის და ასე ვთქვათ, ანუ ამ ტიტულზე, ამ ჯილდოზე თავის წასადგენად და გუნდის ძალიან მომეწონა, შეკრული გუნდი იყო თავიდანვე ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა ლივერპული, მიუხედავად იმისა, რომ კლოპი ახალი წასული იყო და გუნდი ფაქტობრივად მოშლილი გუნდი ახალმოსულმა ჩაიბარა, მე ძალიან ვიყავი აქტუალებული ლივერპულის თამაშით. ბარსელონას ხოთაშორის ასეთ წარმატებას მე არ მოველოდი, მართლა ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო ჩემთვის, რომ ბარსელონას აი თითქოს თვალის დახმარებაში ასეთი კარგი გუნდი გახდებოდა, იმიტომ რომ გახსოვს ახლა შენ ალბათ მესის წასვლის შემდეგ რა გუნდის თამაშებს უყურებდით და როგორ დაალაგა, ეს ვთქვათ და მოაწესრიგა ყველაფერი, სიტუაციაზე მოხსაუბარი ჰანსი ფლიკმა ერთი ხელის მოსმით. მე მაგალითად ძალიან გაკვირვებული დავჭი, როდესაც მადრიდის რეალი დავინახე ასეთ დაბალი რანგის გუნდების სიბწყეზე. მე აი მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიყვარული არ გამაჩნია ამ გუნდის მიმართ, ვაღიარებ, რომ შარშანდელი სეზონი, როცა რეალმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, იყო ერთ-ერთი საუკეთესო რეალი, რაც მინახავს ცხოვრებაში. და მართლა ველოდებოდი, რომ ასე მალე რეალი ასეთ რეგრესს განიცდიდა. ხო, რეალსაც ალბათ ჩემი ახლა იყო იქ რაღაც ჩავარდნები, თუნდაც იგივე დაცვის თემაში და ნუ მე ვიტყოდი რომ ალბათ ანუ არის ყველა მწვრთნელი, რომელმაც შეიძლება გუნდში თავისთავად ამოწუროს. აი ალბათ ამ კატეგორიას მიეკუთვნოდა ჩემი ერთად ანჩელოტი რა. ანჩელოტის ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან, ძალიან დიდი მწვრთნელია ჩემი აზრით. თუმცა არის რაღაც დრო და მომენტი, რომ აი ჯობს ახვიდე და გადაულოცო ეს გუნდი რომელიმე სხვა მწვრთნელს ვინც განიხილება. კი, ამჯერად ჯერი ჩაბი ალონსოზია და ველით მისგან სასწაულებს.
კარგი, ახლა მითხარი რა იყო შენ აზრით ყველაზე დიდი სენსაცია, რომელსაც წავაწყდით ჯგუფური ეტაპისკერა და საწყის ეტაპზე? ჩემი აზრით, ალბათ ესეთი სენსაცია, რასაც ვიტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ PSG-ში მივიდა ლუის ენრიკე და ლუის ენრიკე მე და შენ ძალიან გვიყვარს, რა თქმა უნდა. ბარსელონას ბარსელონაში კი, ლუის ენრიკე. კი ბატონო, და აი უბრალოდ იცი რა არის პარი სენ-ჟერმენმა 5 თამაში წაგო ჯგუფურ ეტაპზე მე როგორც მახსოვს და იყო არა 24 გუნდში, არამედ 25-ში, ანუ უკვე გასავარდ ზონაში. თუმცა აი ბოლოს წინა თამაში იყო თუ არ ვცდები მანჩესტერ სიტის და როცა ისთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და 4-2 მორჩა კი კამბექი და ნუ მე შტუტგარტს რაც უქნეს გვახსოვს არანორმალურად მოუგეს და უბრალოდ აი ეს იყო ჩემი სენსაცია რომ ანუ გუნდი განიხილება გასავარდ ზონაში და გახსოვს შენ იმ 20 ბოლო 25-დან 36-მდე PSG-ს გარდა რა გუნდები იყო ბრატისლავის სლოვანი და იანგ ბოისი და ასე შემდეგ და მაგათთან მაინც PSG-ს რო ხედავდი არ მოველოდი რა ანუ ვერ ვიჯერებდი მაგრამ ანუ სენსაცია იყო ის შემთხვევით რომ ამოიწია PSG-მ და ანუ აი თავი გადაირჩინა ესე რო ვთქოთ და მეორე სენსაცია რაც იყო ალბათ ის რომ რეალ მადრიდი იყო მე-20 ადგილზე ხო როდესაც რავი წინა სეზონი რეალ მადრიდმა მოიგო ჩემპიონთა ლიგის იმის წინა ხო 2022 რეალმა მოიგო რავი 18 რეალმა მოიგო და ნუ აი არ მოველოდი რეალის ესე დაქვეითებას და აი ეს ორი ამბავი იყო ალბათ ჩემი სენსაცია ცხადია და წარმოვიდგინე რომ მოქმედი ჩემპიონი პირდაპირ ავტომატურად მერვედფინალში ვერ გავიდა. მას მოუწია მაგამდე არსებული ფაზის ნოკაუტ როგორც ნული არის როგორც ნოკაუტ ფაზის გავლა. კი ბატონო. და სადაც შეხვდა წინა წლის ჩემპიონს მანჩესტერ სიტის. მე მაგათაც ვფიქრობ იმას რომ რომარა კამბექი სიტისთან PSG-ს მიერ 4-2 მოიგო PSG-მ ჩემპიონი შესაძლოა ლივერპული გამختارიყო. აჰა. მე აი მაგალითად ახლა სანამ დავიწყეთ ახლა საუბარს უშუალოდ ნოკაუტის ფაზაზე მე ვფიქრობდი რომ ლივერპული გახდებოდა ჩემპიონი ან ბარსელონა მაგრამ რო ვნახე მე პენალტების სერიაში რაც მოხდა ლივერპული PSG-ს დროს და რო ვნახე რომ PSG-ს ბოდიში ლივერპულის გამგდები PSG გავიდა მე-4-ფინალში მე უკვე ვფიქრობდი რომ ახლა მთავარი ფავორიტი იყო PSG იმიტომ რომ ასეთი ლივერპული გაარდო აჰა კი არ არის სხვათა შორის ეგ ლოგიკას მოკლებული აზრი მინდა აღვნიშნო და მეც ვფიქრობდი რომ PSG რო გავიდა ლივერპულს გაცდა ნუ მეთქი აი PSG ბარსელონას ფინალი იქნება ან მაკედანვე ვამბობდი და ნუ მაგამდე რა თქმა უნდა რომ ესეთ ფორმებში რო ხედავდი ამ გუნდებს რომ PSG ბარსელონას ფინალი იქნება ჩემთვის რაღაც აი ყველაზე კარგი სცენარი ალბათ ბოლო ჩემპიონთა ლიგური მატჩისთვის და ნუ აი PSG რო ლივერპულს გაცდა მეთქი აი ვიძახდი რომ აი თუ ესეთი გუნდი რომელმაც აი როგორც ბარსა იყო მაგალითად რაღაც აი მიმწოლი გუნდი და რაღაც ესეთი გუნდი არ შეხვდა რავი აი რაღაც უნდა შეუშალოს მეთქი PSG-ს ხელი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში აი ეს იყო ჩემი პოზიცია ესეც კარგი მოდი ახლა უკვე გადავიდეთ ნოკაუტის ფაზაზე როგორი თამაშები იყო შენი აზრით როგორ მოგეწონა და რომელ წყვილს გამოვარჩევდი ესე ყველაზე მეტად ნოკაუტის ფაზა რომ ავიღოთ ნუ როგორც მე და ალბათ უმეტესობა ფეხბურთულ შემატკივარი ელოდა City Real-ის თამაშს ნუ ჩემი აზრით City Real-ის წყვილმა გაამართლა თავის მოლოდინები რასაც ელოდნენ ფეხბურთულ შემატკივრები გვახსოვს იქ ჩვენ ეტიჰადზე 2-0 მიდიოდა City წინ თუმცა 3-2 დააკამბექა Real-მა ხოლო ნუ სანტიაგო ბერნაბეუზე კი აბსოლუტურად კილიან მბაპეს ჰეტრიკით სლია მანჩესტერ სიტის Real Madrid-მა ნუ მანჩესტერ სიტის მოღვაწეობა ნუ მაგამდე გვახსოვს საშინელი სეზონი ჰქონდა პრემიერ ლიგაში მე ვიტყოდი საწყისი ეტაპები მაინც რო არ ვიცი აი ამდენი გვარდიოლას დეპრესია კი აი ამდენი არ ვიცი აი ამდენი წაგება რავი აი ფრერც რო უკვე რაღაცა მაგათვის ქულის მომტანი რო იყო რაღაცა უკვე კომფორტის მომტანი და ნუ არ ვიცი რა საშინელი ის იყო რა ქვია ეგ ფაზა და საშინელი ეგ პრემიერ ლიგური ფაზა დაემთხვა მერე ამ ნოკაუტ ფაზასაც რაც სამწუხაროდ ორივე თამაშზე აისახა ნუ საკუთარ სახლშივე და უკამბექა რეალ მადრიდმა როცა კომფორტული ოპერაციობით 2-0 იგებდა მე მართლა არ ველოდებოდი ასეთ განვითარებას მოვლენების მაგ თამაშის ყურების დროს იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი ჰოლანდის პენალტის შემდეგ რომ სიტი ამ თამაშს მოიგებდა თუმცა რეალმა სამწუხაროდ გოლი გაუტანა ცხადია მე იმას შემოყვები რომ ამ ფაზის ყველაზე
ვთქვათ, იკონური დაპირისპირება თავიდან ბოლომდე რო იყო ცხადია City Real-ი, თუმცა ალბათ ყველაზე დიდი მოულოდნელობა, რასაც წავაწყდი ამ ფაზის დროს, ალბათ იყო Juventus-ის და Feyenoord-ის წყვილი, როდესაც მე დარწმუნებული ვიყავი, რომ Juventus-ი მოახერხებდა Feyenoord-ის ბარიერის დაძლევას და მოახერხებდა მეროთფინალში გასვლას. და გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო Atalanta Brugge-ის წყვილი, როცა მე დარწმუნებული ვიყავი, რომ Atalanta ულაპარაკო ფავორიტი იყო ამ წვლილში, თუმცა Brugge მაინც მოახერხა კვალიფიცირება შემდეგ ეტაპზე და იქ უკვე მას ასტონვილა ელოდებოდა. ჩემთვის აი სენსაციას დავარქმევ მოდი და მოულოდნელობასაც ალბათ იყო ის, რომ არ მეგონა Arsenal-ი PSV Eindhoven-ს თუ ამხელა უპირატესობით ძლევდა, ნუ 7 ეს ხო მეროთფინალი იყო თუ სწორად მახსოვს? მეროთფინალი იყო? თუ სწორად მახსოვს მეროთფინალი იყო. მეროთფინალი მე PSV მეგონი სხვამ გააგდო. თუ PSV-მ გააგდო სხვა. PSV Milani არ გააგდო კაცო? ხო, PSV Milani გააგდო. ხო, ნუ მოდი გადავიდეთ მეროთფინალურ დაპირისპირებებზე. შენი აზრით, რომელი იყო ყველაზე იკონური წყვილი? სად ვნახეთ ყველაზე კარგი თამაშები და დაძაბული თამაშები და იყო თუ არა ყველა გამარჯვებული დამსახურებით გასული? ნუ მე მიუხედავად იმისა, რომ ვარ ბარსელონას ფანი და ბარსა ხვდეოდა ბენფიკას მეროთფინალში, აი ესეთი დიდი აღტაცებით და აღტკინებით რაღაც დიდი მოლოდინები მქონდა PSG ლივერპულის წყვილთან დაკავშირებით. და ჩემი აზრით ორივე თამაში, ერთი რომელიც გაიმართა Enfield-ზე და ერთი რომელიც გაიმართა Parc des Princes-ზე, იყო აი მეკარეების ბენეფისი ჩვეულებრივად. უნდა ორივე თამაში მეკარეებმა. კი, პირველ თამაში იყო ალისონი იყო ძალიან კარგი. ალისონმა პირადად მოიგო ჩემი აზრით ერთ თამაში და არა ბატონო და მეორე თამაში დონარუმა და ნუ პენალტების სერიაში ხო დონარუმა კიდე რავი აი სასწაული ის იყო და აი უბრალოდ მაგ მატჩთან მქონდა დაკავშირებით დიდი მოლოდინები, მაგრამ აი რაღაცა ველოდი რომ ცოტა უფრო რაღაც უფრო ესე ჩეტევით ფეგურით თამაშობდნენ და ანუ 1-0-ს არ დაშირდებოდნენ, თუმცა ნუ ესე მოხდა, მაგრამ ხაოსრა დაძაბული თამაში იყო საბოლოო ჯამში. რაღაც ალბათ დაძაბულობის ეგრეთ ჯობდა. ნუ ბარსა ბენფიკას მატჩზე გადავრთავდი ხოლმე შუალედებში, რადგან მაინტერესებდა რა ხდებოდა იმ, ნუ ბარსამ დამაჯერებლად მოუგო ბენფიკას და აი ჩემთვის აი მოულოდნელი ის რაც იყო წყვილი და მატჩი და აი რაც გინდა დავარქვათ, ნუ Arsenal PSV Eindhoven-ი ანუ არ მეგონა უბრალოდ პირველ თამაში Arsenal-ი თუ აიმხელა უპირატესობით 7-1 მოიგო Arsenal-ს. კი, 7-1, ნუ არ მეგონა უბრალოდ რომ PSV Eindhoven-ი აი ესე წააგებდა, მაგრამ ნუ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ცხადია რომ მე თავიდან ბოლომდე მოყვები იმაში რომ გამოკვეთილი თამაშები ვნახეთ PSG-სა და Liverpool-ს შორის, თუმცა ვფიქრობ რომ დაგავიწყდა რომ გეხსენებინა Real Atletico-ს დაპირისპირება, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ორივე თამაში იყო ძალიან დრამატული, ორივე ძალიან თანაბარ ფეხბურთს თამაშობდა და ვფიქრობ რომ ვერ ვიტყოდი ვერც ერთ გუნდზე რომ აი ეს დამსახურებულად გავიდა, იმიტომ რომ ორივე იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას, თუმცა Julian Alvarez-ის იმ ინციდენტის ფიასკომ ასე ვთქვათ გადაწყვეტა ყველაფერი და მადრიდის Real-ი აღმოჩნდა მეოთხე ფინალში. რა სიტყვი მაქვს თამაშზე? ნუ პირველივე წუთიდანვე კონორ გალაჰერმა გაიტანა, როგორც მახსოვს, 28 წამი იყო, 30 წამი იყო და აი მაგის მერე რაღაცა ისეთი ვინისიუსის პენალტი თუ გახსოვს, კი, რო აცილა, ძალიან სულად დაარტყა იქ პენალტი ბრაზილიელმა შემდგომ. სერხიო რამოსი გამახსენა მე ბაიერნთან პენალტების სერიაში. აი გნებავთ რობერტო ბაჯო გაიხსენეთ. უბრალოდ კარში მაინც წასულიყო, მეკარეს აიღო, ხო? საერთოდ აცილა კარს და ნუ საშინლად შეასრულა პენალტი, მით უმეტეს ესეთი ის არის, ხო, დაძაბული მატჩია და მეოთხედ ფინალში გასვლაზეა საუბარი და არა რაღაცა ჯგუფური ეტაპის ერთი რიგით თამაში, რომელიც აღარ არის და არა მატჩ-დეის ერთი რიგით თამაში, ხო? ხო და ნუ მაგ თამაშს რაც შეეხება, ნუ იქ Julian Alvarez-ის ფიასკო იყო კი ბატონო, ნუ დამწყმარგული მაგაზე. კი, მაგრამ ნუ რას ვიზამთ, იან ობლაკი ვიცით რომ პენალტებში დიდი ვერაფერი მეკარეა და აი ის ერთი პენალტი იყო, რომელსაც ველოდი რომ აიღებდა, რადგან ხელი გაარტყა. ვისთან? ზუსტად არ მახსოვს ვის პენალტი იყო, მაგრამ ხელი გაარტყა და აი მეთქი აი ეგ არის აღებულია, მაგრამ მაინც ისე მოხდა რომ კარში შევარდა ბურთი. და აი ლორენტეს პენალტი იყო ჩემთვის აი უდიდესი რა დავარქვა, იმედგაცრუებაც, გაბრაზებაც, რავი, ყველაფერი ერთად და იმიტომ რომ იცი რომ მეოთხედ ფინალში გასვლაზეა საუბარი, არის პენალტების სერია, ერთ-ერთი გადამწყვეტია შენი დარტყმა და ესე
მაინც და მაინც შორეულ და მაღალ ცხრიანში გაშვებას ხო, ანუ დაარტყი თუნდაც დაბალ კუთხეში ცოტა ისე რომ მეკარე მოატყუო რაღაცა აი რაღაცა მოინდომა რაღაც უჩვეულო სილამაზის პენალტის გატანა და საბოლოოდ მიიღო ის რომ მოარტყა ძელს და აი მაგის მერე რეალ მადრიდი გავიდა მეოთხედფინალში. მე ვიტყოდი რომ ატლეტიკოს ჰქონდა შანსი, თან ძალიან კარგი შანსი ჰქონდა რომ თუნდაც ის 2014 და 16-ის ფინალის ჯავრიც ეყარა, თუმცა არა მხოლოდ თუმცა თითქოს ვერაც და საერთოდ ატლეტიკო რეალ მადრიდთან ხო და ბოდიში გაწოტინებ თუ გახსოვს შენ პირველ თამაში ხულიან ალვარესის გოლი ბერნაბეუზე. კი, სასწაული. ალბათ ყველაზე ლამაზი იყო ამ ჩემპიონთა ლიგაზე. კი ბატონო, ერთ-ერთი მაინც თუ ერთადერთი არა. ბოდიში ვწდები, ვფიქრობ რომ დეკლან რაისის გოლი მეორე ჯარი მოუღონ რეალთან ყველაზე ლამაზი გოლი. ხო, ნუ ხულიან ალვარესაც ერთ-ერთი მაინც, ერთ-ერთი ულამაზი გოლი თუ ერთადერთი არა და ხო აი მაგის გამოც ნუ არ ვიცი რა. აი ამ რეალის ლამაზი გოლები რეალის კარში. აი ამ რეალის წევლას ესე ვთქვათ ვერ გადაურჩა ეს ატლეტიკო მადრიდი, თუმცა მშვენიერი შანსი ჰქონდა ეხლა და ნუ თამაში იყო ნუ აი 2015 წლის მეოთხედფინალშიც კი ერთად იყვნენ რეალი და ატლეტიკო, ხო? და ნუ იქ ანხელ კორიას მომენტი იყო კიდე ეგ ერთი რაც უკეთ მართებდა არგენტინელ ჩემპიონს თამაში, თუმცა ნუ რას ვიდონ ფეხბურთია და ასეც ხდება ხოლმე. და ყველაფერი ხდება. მოდი ახლა გადავიდეთ მეოთხედფინალურ დაპირისპირებებზე. მე ვფიქრობ რომ საოცარი თამაშები გქონდა და საოცარი წყვილები იყო. აქაც გამოვკვეთოთ საუკეთესო დაპირისპირებები და გავარჩიოთ ისინი დეტალურად. აი მეოთხედფინალზეც რა ვქნა სულ თითქოს ერთი და იმავე ტექსტით მამიწევს შესავალზე რომ მიუხედავად იმისა რომ ბარსას ფანი ვარ მაინც PSG-ს თამაშებს ველოდებოდი, თუმცა აქ ეგრეა როცა შენი ქვეყნის წარმომადგენელი თამაშობს, იქ რაღაცა შეიძლება საყვარელი გუნდის მომენტები ცოტა ხნით გვერდზე გადადო. თუმცა ბარსელონას პირველი თამაში დორტმუნდის ბორუსიასთან იყო, აი საოცარი თამაში, აი ესეთ დომინანტურ სტილში სლია ჰანსი ფლიკის ბარსელონამ დორტმუნდს. და აი PSG ასტონ ვილას რაც შეეხება, ანუ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი მარცხენა ფეხით, მცველის მოტყუება და იქ ახლოს ხრიანში იყო თუ არ ვცდები. მეკარისგან, აი შესანიშნავი გოლი, მსოფლიო ჩემპიონ მეკარეს რო ესეთ გოლს უტან. რა ვიცი, მე მგონი ძალიან ესეთი დასამახსოვრებელი მომენტიც არის, სასიამოვნო მომენტიც არის და დასაფასებელი მომენტიც არის. თუ გახსოვს, ბარსელონა დორტმუნდისა და PSG ასტონ ვილას თამაშები ერთ დროს იყო. და 2-0-ზე მე უკვე გადავრთე PSG ასტონ ვილაზე, იმიტომ რომ იქ ვიცოდი რომ აზრი აღარ ჰქონდა საერთოდ მაგ თამაშს და ბარსელონა უკონკურენტოდ და უშანსოდ მოუგებდა საერთოდ დორტმუნდს. და მე მაინტერესებდა თუ რას იზამდა ხვიჩა და როგორც კი გადავრთე PSG ასტონ ვილაზე, იმ წამსვე გაიტანა ხვიჩამ ეგ გოლი. შვენიერ მომენტში გადაგიხსნა. მე კი ბატონო, მე ვფიქრობ რომ მეოთხედფინალში ყველა წველი ძალიან საინტერესო დრამატული გამოდგა ბარსელონა დორტმუნდის გარდა. ისიც ნუ ბარსელონა დორტმუნდი მეორე თამაში გამოდგა დრამატული, იმიტომ რომ გირასის ჰეტრიკი ვნახეთ და თვითონ სიტუაცია დაიძაბა და მაგ მომენტში მეც ცოტა შევშინდი, თუმცა აი გავიხსენოთ ბაიერნი ინტერი. პირველი რა თამაში იყო, ხო აი ლაუტარომ რა ლამაზი გოლი გაიტანა, ხო? და იქ ბოლო წამზე დიმარკომ კი ფრატეზიმ რო გაიტანა ბოლო წამზე, მაგან საერთოდ დაგვიმტკიცა რომ ალბათ ყველაზე კარგი მეოთხედფინალი ეგ იყო ალბათ. თუმცა მოდი არ დავტოვოთ გუგლად ახლა დეკლან რაისის დუბლი ჯარიმებიდან. ოხ, აი. რა ვნახეთ? ახლა თუ შეიძლება რომ შენი ინტერპრეტაციებით ანუ სასწაული ვნახეთ უბრალოდ, ნუ დეკლან რაის არ ვიცი აი რა დავარქვა ამას, რავი, ჟუნინიო, ბეკემი, მესი ერთად განსხეულებული ალბათ აი ამ ფეხბურთელში სასწაული. ბოდიში რომელი ჯარიმა უფრო ლამაზი იყო შენთვის? ჩემს მეორე ჯარიმა იყო. აი 100%. აი ეგეთი ჩახვეულ და სუფთა ცხრიანში, აი უზუსტესად ცხრიანში. ეგეთ ცხრიანში მე არ მინახავს ბურთს. კი არა, სასწაული ჯარიმა იყო. ნუ პირველი ჯარიმაც მშვენიერი იყო, არაფერი დაეწონება, თუმცა თუ მაინც შედარებით კონტექსტს ავიღებთ, ნუ მეორე ჯარიმა ჩემს იყო სასწაული, მაგრამ აქვე არ დავიწყოთ მიკელ მერინოს გოლს, რომელიც არანაკლებ სილამაზის იყო. ესე ვთქვათ, ლუის კელი იყო მე მგონი თუ მარტინელი, იმის პასის შემდეგ ერთი შეხებით კურტუასგან მარჯვნივ კუთხეში, დაბალ კუთხეში გაუტანა მიკელ მერინო. შვენიერი გოლი. მე მაგ თამაშს უყურე აქციაზე. მახსოვს 9 აპრილი იყო პარლამენტის წინ ვიჭექი, ღამეს ვათენებდი და რო ვნახე დეკლან რაისის გოლები. რო ვნახე დეკლან რაისის გოლები, არ დამოვიწყდება თუ რამხელა ემოცია იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. და მეგონი ყველა მოვიხილეთ, ხო? დაგვრჩა ახლა PSG ასტონ ვილას მეორე თამაში. გთხოვ გაიხსენე ეგ თამაში. PSG ასტონ ვილას მეორე თამაში იყო, რამხელა დრამატურგიზმი სუფევდა მატჩზე და გაიხსენე გთხოვ დონარუმას სეივი.
კი, დონარუმასევი იყო ძალიან მაგარი, ძალიან როგორ ლამაზი. მოახერხა, ანუ აი არც ერთ ფიზიკაში არ ჯდება ეგ ჩემი აზრით, მაგრამ შეაღება. მე ვთქვი რომ ანუ მე ველოდი რომ PSG ვილაპარაკეს რაღაცა უპირატესობით. არა, ცხადია, ხო, და ნუ კი უკვე ქონდა უპირატესობა პირველი თამაშის მოგება და მე 3-1 მოიგო PSG-მ. მეთქი აი ხო რაღაცა უფრო აი მშვიდად ჩადის რაღაცა მეტოქე გუნდის სტადიონზე და რაღაც იქ, მაგრამ არ ვიცი, იქ ასტონ ვილამ შოუ დადგა, არ ვიცი. მე ვიტყვი რომ ალბათ რავი, პრემიერ ლიგაში არც ისე სახარბიელო სეზონი ქონდა, თუმცა მათი ევროპული მოგზაურობა მშვენიერი გამოდგა და მაგიტომ მე ვიტყვი რომ ერთ-ერთი dark horse იყო ამ ტურნირის. და ანუ როგორ თქვა, აი შესანიშნავი თამაში აჩვენეს, არ ვიცი ეს რის ბრალია იმის რომ ფსიქოლოგიურად თუ მენტალურად ვაშენე კარგად მოემზანენ თუ უნაი ემერიმ რომ ევროპა ლიგის ჰიმნი გაიგონა იმან მოხდა არ ვიცი ეს რის ბრალია თუმცა ძალიან კაი რაღაც თქვი ხა თუმცა თქვათ რომ შესანიშნავი თამაში გვაჩუქა ეს ამ გუნდებმა და მადლობა ღმერთს რომ PSG გავიდა თუმცა მე პირადად ვიტყვი რომ არც ასტონ ვილას გასვლა მეწყინა აი გულზე ხელს დავიდე და ვიტყვი რომ ასტონ ვილას რომ აქ თამაში გოლი გაეტანა, გული არ დამწყდებოდა. მართალია რომ ხვიჩას გამო მინდოდა PSG-ს გასვლა, თუმცა ასტონ ვილას რომ გოლი გაეტანა და რომ გადასულიყო თამაში დამატებით დროში, ალბათ საუკეთესო კარდი იქნებოდა, ესე ვთქვათ, ასტონ ვილა PSG ამ სეზონის. დაგვრჩა ახლა ნახევარფინალები. ჩვენთვის ცოტა მძიმე, თან მძიმე, თან სახალისო და სახრაბიელო, იმიტომ რომ ერთის ხრივ გავარდა ჩვენი საყვარელი გუნდი ბარსელონა, თუმცა ჩვენმა ვარსკვლავბიჭუნა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბწყინა და ის PSG-სთან ერთად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. კი, აი რომლით დავიწყოთ? ბარსელონათი თუ PSG-თი? PSG არსენალის თამაში, ნუ ნახეთ რომ აი PSG მეტად თავდაჯერებული იყო ჩემი აზრით მაგ თამაში და ანუ ესე ვთქვათ ვიცოდი, ველოდი რომ მოიგებდა. აი ბარსელონა ინტერიც დავიწყოთ თუ არ იქნება წინააღმდეგი. დავიწყოთ და ბოდიში სანამ შენ დაიწყებ, მოკლედ ვიტყვი ერთ რამეს, რომ ჩემი აზრით ბარსელონა ინტერის შაშანდელი ნახევარფინალი იყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ნახევარფინალური წვლილი, იმიტომ რომ არასდროს არ გასულა ნახევარფინალში 13 გოლი ორ თამაშში და არასდროს არ ყოფილა ასეთი ქაოსური არც ერთ თამაში. ანუ იმას თავიდანვე ხარ რა მოხდა მეორე თამაშის ბოლო 5 წუთის შუა ინტერვალში, ხო? ოღონდ ძირითადი დროის ბოლო 5 წუთში რა მოხდა? ვთხოვ გაიხსენე პირველი თამაში. პირველი თამაში, აი სასწაული, ხო? დავიწყოთ მარკუს ტიურამის ულამაზესი ქუსლით გოლი, მერე დენზელ დუმფრისმაც შესანიშნავი მაგრატელა და მერე აი ბარსელონამ უკვე რაც გააკეთა. იამალის თამაში გაიხსენე. იამალის თამაში იყო ის, რომ იამალს ინტერის წინააღმდეგ, აი ზუსტად არ მაქვს ახლა ორივე თამაშის სტატისტიკა დაითვალეს ერთი კონკრეტული ნახევარფინალის. იამალს 22 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა მხოლოდ ინტერის წინააღმდეგ. და ასევე ავიღოთ PSG-ს მეორე ვარსკვლავბიჭუნა დეზირე დუე, რომელსაც მთლიანად ტურნირზე ჰქონდა 22 თუ 21 წარმატებული დრიბლინგი. აი უბრალოდ იამალი არის. ის იყო ორი მატჩის ჯამში, ხო. იამალის საზღვრები რომ მარტო ინტერთან იქ. იამალის საზღვრებს, რა ვიცი, აი ალბათ შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს, რა ვიცი, აი მართლა ვერ გამოვარჩევ. აი რა იქნება კიდევ მომავალში, კაცმა არ იცის. მართლა ვერ გამოვარჩევ მაგაშორის ფავორიტს და მე აი იმას 100 წელი ვერ ვიტყვი რომ ინტერი ფინალში გასვლას არ იმსახურებდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიუხედავად იმ უდიდესი სიყვარულის, რომელიც მე ბარსელონას მიმართ გამაჩნია, ვფიქრობ რომ ინტერმა დამსახურებულად მოიგო ეს თამაში და გავიდა ფინალში ღირსეული გუნდის სტატუსით, იმიტომ რომ ინტერმა აჩვენა არანორმალურად დიდი, აი მსოფლიო დონის ფეხბურთი აჩვენა ბარსელონასთან ორი მატჩის ჯამში. აი ინტერის ის რა ვთქვათ, ეხა მეორე თამაშზე რომ გადავიდეთ, აი ჩემი აზრით რა მე მეგობრებთანაც ხშირად მისაუბრე ამაზე, რომ ჰანსი ფლიკის ეს ოფსაიდ ტრეპი, ოფსაიდ მახე, რასაც ჩვენ ვიცნობთ ბარსას დაცვის ესე ვთქვათ, თავარ როგორ ვთქვათ, დამახასიათებლად ამ სეზონში. აი უბრალოდ მე მგონია რომ თუ რომელიმე გუნდმა მოახერხა და ეს ოფსაიდის მახე დაძლია, თამაშკარის მახე დაძლია, ჩემთვის უბრალოდ დაცვა ვარდება პირდაპირ, დაცვა აღარ არის რა. ხო და კი ეს ძალიან ლამაზია სანახაობრივად რომ შეგიძლია ამდენი გუნდის ამდენი ფეხბურთელი ესე თამაშკარეში მოაქციო და შეუქმნა ეს თამაშკარის სივრცეები, უბრალოდ ამ ერთ კონკრეტულ მეთოდზე დაცვის საწყობა არ მიმაჩნია, მე სწორად რაღაც სხვა მეთოდიც უნდა შეამუშავებინოს ჰანსი ფლიკმა
დაცვას, რომ ანუ რაღაცა კი იყოს ეს თამაშგარის მახების, უბრალოდ მარტო ამაზე ნუ იქნება დამოკიდებული და აი აჩერბის გოლი რო ავიღოთ, მესამე გოლი, როცა აი ბარსას უბრალოდ ევალებოდა, როგორც გუშინ საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებს, მეორე გოლის მერე უბრალოდ დრო გაეყვანათ, ხო? დრო გაეყვანათ. რომ დღეს არის 15 ივნისი და გუშინ საქართველოს ნაკრებმა 3-2 წააგო დრამატულად ბრძოლაში საფრანგეთის დასანანი მარცხი იყო ნამდვილად. ხო და უბრალოდ ევალებოდათ, რომ დრო გაეყვანათ და აი ნუ არაუხოს შეცდომა აჩერბისთან ხო ცალკე ის არის, თუმცა მე ანუ კი ძალიან მძიმე იყო ჩემს ეს აჩერბის გოლი და რაღაც გაბრაზებაც იყო იქ გალანძღვაც ყველაფერს. იმიტომ რომ პირდაპირ ცნები მომერია. გალანძღვაც ყველაფერს, თუმცა ანუ ერთის მხრივ მე რო აჩერბის ისტორიას ეცნობი თუ რა გზა გამოიარა მან აქამდე რაღაც შეიძლება სიმპათია გაგიჩნდეს, თუმცა ნუ აი ბარსას სიყვარულმა ჩემთვის მაინც გადაწონა ყველაფერი და ნუ გულისყრომაც იყო, ცრემლებიც იყო, ყველაფერი ერთად იყო, თუმცა რას ვიზამთ. როგორც კიდევ წინა მატჩებთან დაკავშირებით, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. კი ბატონო, მოდი ახლა გადავიდეთ უკვე PSG Arsenal-ზე. ანუ სანამ შენ დაიწყებ შენი პოზიციის დაფიქსირებას, მე ვიტყვი რომ თუ გახსოვს შენ დემბელეს გოლი, მე-4 წუთი იყო, სწორად მახსოვს, რომელი წუთი იყო, აღარ მახსოვს, Arsenal-თან რო გაიტანა Emirates არენაზე. ეგ გოლი 80% ეკუთვნის ხვიჩა კვარაცხელიას. კი, ხვიჩა კვარაცხელიამ ფლანგინა ბურთი წამოიღო, მოატყუა ორი კაცი, ულამაზესი პასი, უზუსტესი გამოზომილი პასი გაუკეთა დემბელეს და დემბელემ ერთი შეხებით გაგზავნა ბურთი შორეულ კუთხეში. რომ არა ხვიჩა კვარაცხელია, ამ გოლს ვერ ვნახავთ. არ შემიძლია არ დაგეთანხმო, ნუ ხვიჩას წვლილი მართლა გამორჩეული იყო, ნუ დემბელეს რაღა ევალებოდა, ხო? კარში გადაეგზავნა ბურთი და კიდევ კარგი რომ 2019 წლის ინციდენტი არ განმეორდა და აპირდაპირ ხელებში არ მიაწოდა მეკარეს, ან საერთოდ კარს არ ააცილა და ნუ მე როგორც მახსოვს, ეგ თამაში მაგერთი გოლით მოიგეს, ხო? 1-0 მორჩა ეგ თამაში, თუმცა Arsenal-მა გაიტანა სწორად მახსოვს და გააუქმეს. მე თამაშგარის გამო. კი. მეორე თამაში, აი მე მახსოვს რომ პირველი 18 წუთი იყო ძალიან დაძაბული, იმიტომ რომ Arsenal-ი უტევდა ძალიან მაგრად უტევდა Arsenal-ი, თუმცა დონარუმამ აიღო არანორმალური ბურთები და მე მივხვდი რომ უკვე ანუ რაც არ უნდა მომხდარიყო ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის საუკეთესო მეკარე ულაპარაკოდ იყო ჯიჯი დონარუმა. მერე უკვე იყო კონტრშეტევა, რომელიც ასევე თუ ხვიჩამ შექმნა და გოლი გაიტანა თუ არ ვწდები დუემ. დეზირე დუე, მეც ეგრე მახსოვს, დეზირე დუე იყო, თუმცა ამას მგონი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თავარია რომ PSG-ში დაძლია და ეგ თამაში მოიგო, კი. გახსოვს ალბათ ვიტინიეს გაფუჭებული პენალტი, რომელიც ხვიჩას უნდა დაეტყა ალბათ ყველა ჩვენი მოგზაურებული აზრით, თუმცა თავარია რომ PSG ფინალში გავიდა. კი, რა თქმა უნდა და ნუ იქ ვინ გაიტანა, ვინ არ გაიტანა, ვინ ასისტი გააკეთა, ეს რო არ გვახსოვდეს, არ არის პრობლემა, თავარია რომ Paris Saint-Germain აღმოჩნდა ფინალში. და შემოგჭა ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მოკლედ მიმოვიხილოთ, იმიტომ რომ ფიქრობ რომ ქრონომეტრაჟი არ გვაძლევს მისი ცლად მიმოხილვის საშუალებას. ასე რომ თქვათ ის რაც მხოლოდ თქმას საჭიროებს. ნუ ხო, ფინალი იყო PSG ინტერი მიუნხენში 31 მაისს. ოდიში მე გეტყვი რომ იმედები გამიცრუდა, იმიტომ რომ მე უფრო ცოტა ცოცხალ დაძაბულ და დრამატულ თამაშს ველოდებოდი, იმიტომ რომ ფიქრობდი რომ ინტერი ნუ ორჯერ მაინც დაარტყამდა კარში, ხო, ანუ გუნდს კარში დაკმარქონა საერთოდ. ხო, ნუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ეგეთი რაღაცა. კი, ეგეც არის და პლუს ამას ინტერმა ბოლო 3 წელიწადში წააგო 2 ფინალი, ხო? მეთქი რაღაც ნუ სიტისთან წაგება უფრო ის იყო, რა ქვია, უფრო არ იმსახურებდა ესე ვთქვი, მაგრამ ნუ PSG-მ რავი დომინანტურ სტილში აბსოლუტურად ცხადია PSG-მ სასწაული თამაშა. მართლა სასწაული იყო ეს თამაში, ნუ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ხო საერთოდ დაგვირგვინება იყო მაგ მატჩის და ნუ მე აი ამ ფინალს შევადარებდი 94 წლის ფინალს, როცა ანუ პირიქით მოხდა. ანუ PSG იყო, PSG არის შეტევითი სტილის გუნდი, ლაღი ფეხბურთი, მით უმეტეს ლუის ენრიკეს ხელში, ხოლო ინტერი არის დაცვითი გუნდი, ხო? და ამ შეტევითმა ფეხბურთმა ამ დაცვით გუნდს ძლია, დაცვით ფეხბურთს. აი 94-ის ფინალი პირიქით მოხდა, ანუ ბარსას შეტევითი ვარსკვლავური ბარსელონა იყო, კრუიფის ბარსელონა, ლაღი, შემდეგი სტოიჩკოვი და შემდეგ, ხოლო აქეთ იყო ფაბიო კაპელოს მილანი, რომელმაც ესე ვთქვათ, ჭარებში ტაქტიკური სილამაზით ჩაახშო ეს ბარსას შეტევითი, ლაღი, ლამაზი ფეხბურთი და მოუგო 4-0. ნუ აქ და რეკორდი მოიხსნა, ხო უკვე? კი, ყველაზე დიდი
ფინალი რომელიც იყო წაგებული ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონთა ლიგის ფინალში და პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში Paris Saint-Germain. და ნუ არ ვიცი ამ მატჩზე მეტი რა უნდა ვთქვათ ფინალზე, რავი, დომინანტური სტილი იყო PSG-სგან. მე ხა იცი რა შენ ჩემი დამოკიდებულება კარგად PSG-ს მიმართ. ნუ აი მეც შენს რამდენჯერ გითქვამს ალბათ მეც რამდენჯერ მithქვამს ძალიან ბევრს ხო რომ არ გვიყვარდა და ანუ მე ისიც მithქვამს რომ ჩემი PSG ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს ვერ მოიგებს მაგრამ ბოდიში გაწოტენებ სანამ ხვიჩა არ გადავიდა და PSG-ში მაგაში ვერ დამარწმუნებდა ვერავინ სულ რომ მოვეკალი ალბათ ხო აი მესი გადავიდა ნეიმარი გადავიდა მბაპე და ვინ არ გადავიდა მაგრამ და ხო იბრაჰიმოვიჩი იყო ბეკემი რონალდინიო იყო ერთ საფრანგეთის თასს ვერ გაცდა გუნდი ანუ არასდროს არ ქონია მოგებული ევროტურნირის თასების ობოთა თასის გარდა აქამდე. ხო. და ანუ და უცებ ბრახა არსაიდან ხვიჩა კვარაცხელია გამოვიდა, გუნდს დაემატა და ტრიპლეტი მოიგო პირველად გუნდმა ისტორიაში. კი ბატონო. და ანუ გუნდი რომელიც განიხილება გავარდნის ფავორიტად, გუნდმა რომელმაც პირველ ჯგუფურ ეტაპზე არა ბოდიში იმ 8 მატჩიან ეტაპზე მატჩდეის სახელით ასე ვიცნობ, წააგო 5 მატჩი 8-დან. არ ვიცი რა, ანუ მე პირადად არ მოველოდი, რა ვქნა, არ მოველოდი. სულ რო გაცდენილიყო მაგ მატჩის ეტაპებს და ნოკაუტშიც გასულიყო ნახევარფინალში და მეოთხე ფინალში, რა ვქნა, არ მოველოდი, იმიტომ რომ მე ნათქვამი მქონდა, ჩემი ეთ PSG ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს ვერ მოიგებს, მაგრამ თურმე ყველაფერი ხდება. თურმე მართლა ყველაფერი ხდება. ყველაფერი ხდება, ხვიჩა კვარაცხელიას ძალის შეწევითა და დახმარებით. და ეს PSG მეორე ფრანგული გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. პირველი ფრანგული გუნდი იყო მარსელი, რომელმაც ზუსტად მაშინ მოიგო, როცა ჩემპიონთა ლიგა მიიღო ის სახე, რასაც 92 წამში, რაც დღეს აქვს. რო გადაერქვა სახელი და ჩემპიონთა ლიგა დაერქვა. აბელ, მე მგონი უკვე დრო არის რომ ფინალისკენ წავიყვანოთ ჩვენი საკმაოდ კარგი პოდკასტი გამოგვივიდა. შენ ეს ვთქვათ პროგნოზირებდი იმას, როგორ პოდკასტი გამოგვივიდა და ვფიქრობ, რომ მოლოდინები გამართდა და სანამ დავასრულებთ, მოდი ახლა ავაწყოთ ჩვენი სიმბოლური 11-ეულები. ჯერ მე დავიწყებ, ან თუ გინდა შენ დაიწყე. კარგი, ჯერ მე დავიწყებ და დავასახელოთ საუკეთესო ფეხბურთელები 11-ეულში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს. კარში ლაპარაკი საჭირდება იმას, თუ ვის ჩავაყენებ, ულაპარაკოთ დონარუმას ჰქონდა ალბათ საუკეთესო სეზონი საერთოდ კარიერაში. მარცხენა ფლანგზე ფიქრობ რომ ნუნუ მენდეში დღეს არის საუკეთესო და შეუდარებელი მთელ მსოფლიოში. დაცვას რაც შეეხება მე ფიქრობ რომ ბასტონის პერფორმანსი იყო ძალიან შეუდარებელი და ბასტონი ყველაზე კარგად ითამაშა საერთოდ. მე ვაკობ რომ ბევრ ამაში დავემთხვევათ დაიმთხვევა ჩვენი 11-ეულები, თუმცა ბასტონი მითამაშა სასწაულად. ცენტრში მეორე მცველი ვინ დავაყენო მართლა ძალიან მიჭირს. არ მახსენდება ეს გამკვეთლი არავინ, მაგრამ მოდი მაინც დავაყენებ ტონი რუდიგერს, იმიტომ რომ კარგად ითამაშა, ატლეტიკოსთან კარგი პენალტი გაიტანა. ეს ფიქრობ რომ შენს 11-ში ვერ მოხდება, თუმცა მე ვფიქრობ რომ რუდიგერი იმსახურებს ამ ყოფნას. ნუ მარჯვენა ფლანგი ჩემი აზრით გასაგებია. მარჯვენა ფლანგზე კუნდე თუ ჰაკიმი არ ვიცი, მაგრამ მოდი იყოს ჰაკიმი მაინც, იმიტომ რომ კუნდეს რო ეთამაშა მაგალითად ინტერთან მეორე თამაში, ეს ყველაფერი იქნებოდა უკვე ეჩქარეშე, რომ კუნდე დიდი ალბათობით მოხდებოდა ამ 11-ში სულ ბარსელონას წაიგო ალბათ ჩემპიონთა ლიგის ფინალი. რაც შეეხება ნახევარ-დაცვას, ნუ იმაზე არ უნდა ვლაპარაკოთ, რომ პედრი აქ აუცილებლად მოხდება. რა თქმა უნდა. პედრი გონსალესი აუცილებლად მოხდება ამ 11-ში. მე კიდე დავაყენებდი ნიკოლო ბარელას. ნიკოლო ბარელას ქონა სასწაული სეზონი და ამავდროულად ვიტინია. ეხლა ფიქრობდი ხა დეკლარაისი ხო არ ჩასვათქო, მაგრამ დეკლარაისი მეთამაშა ერთი თამაში, ისიც რეალს ორი გოლი გაუტანა, მაგრამ ვიტინია სეზონი რო ნახოთ, ალბათ ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება ფავორიტი, აქვე ბალონ დორის. რაც შეეხება შეტევას. მარცხნივ ძალიან ვიდეო რა ხვიჩა დავაყენო, თუმცა რაფინია გაუტოლდა კრისტიანოს რეკორდს გაუტოლდა და უფლება არ მაქვს რომ რაფინია არ დავაყენო აქ. მიუხედავად ხვიჩასადმი უდიდესი სიყვარულისა. მარჯვენა ფლანგზე ფიქრობ რომ დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ყავს ლამინ იამალის სახით და ცენტრში ალბათ დავაყენებ ლაუტარო მარტინესი ალბათ და მთლიანად ულაპარაკოთ დავაყენებ ლუის ენრიკეს. შვენიერი ჯერი შენზეა ხო 11-ეულია. კი ბატონო, მე კარეთ დონარუმას ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა, მაგრამ მე ზომერს დავაყენებ. აი ეს მომწონს უკვე. მე ზომერს დავაყენებ. ნუ მარცხენა ფლანგზე რა ვქნა, ნუნუ მენდეში სასწაული ფეხბურთელია. დღეს საუკეთესო მსოფლიოში თავის პოზიციაზე. ბასტონის პერფორმანსი არ შემიძლია არ დაგეთანხმო და მოდი მეც ბასტონის დავაყენებ ერთ ცენტრალურ მცველად.
აი მეორე ცენტრალურ მცველად ვის დავაყენე ვიცი, აი ჩემი აზრით კარგი სეზონი თუ არა, ძალიან ბევრი კარგი გამორჩეული მომენტი ჰქონდა უილიამ პაჩოს. მიუხედავად თავის ასაკიდან გამომდინარე. მე კუბარსიძეს ვფიქრობდი, მაგრამ ჯერ ალბათ ადრიანისთვის. პაჩო დავტოვე და კუბარსის ძალიან დიდი მომავალი უსურვოთ და წარმატება და რომელიც ექნება ჩემი აზრით. მარჯვენა ფლანგზე ჰაკიმის ვარიანტი არ შემიძლია რო არ დაგეთანხმოთ, ნუ ნახევარდაცვაში მეც პედრის დავაყენე, იმიტომ რომ პედრი ანუ არიან ნახევარმცველები, რომლებიც მოიპარავენ ბურთს, იდრიბლინგებენ, წავლენ გაიტანენ. პედრი აკონტროლებს მთლიანად თამაშს. პედრი აკონტროლებს უკან, პედრი აკონტროლებს ცენტრს, პედრი აკონტროლებს წინ. პედრი აკონტროლებს მთლიან სტადიონს. ალბათ გუნდის გული და სული არის ალბათ პედრი დღეს. კი, ანუ გამორჩეული ნამდვილად. მეორე ნახევარ. ოდეში აი მე გეტყვი იმას, რომ ბუსკეტსის საქმეს ალბათ დღეს პედრი აკეთებს. კი, ჩემად ბუსკეტსისაც, ინიესტასაც და რა ვიცი, ძალიან ესეთი მრავალ მხრივი ფეხბურთელია. მე ვფიქრობ, რომ დღეს სოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი. პედრი გონსალესი. ჩემი აზრით ეგრეა. კი ბატონო, მეც დაგეთანხმები მაგაში, მრავალ მხრივი ფეხბურთელია პედრი გონსალესი. მეორე ნახევარმცველს რაც შეეხება, მოდი CIM-ით იმას ვიზამ და დეზირე დუეს დავაყენებ, ძალიან აღთოვანდი მაგბიჭით ამ სეზონით. ამ სეზონში და ანუ დეზირე დუე იყოს ესე ვთქვათ, მე შემტევი ნახევარმცველი. რაც შეეხება მეორე ცენტრალურ ნახევარმცველს, აი ნიკოლო ბარელა მეც ძალიან მიყვარს, რაღა დაგიმალო. და მოდი, ანუ ბევრი რო არ ვიფიქრო. აი ეხლა ვიფიქრობ ნიკოლო ბარელა თუ ვიტინია, მაგრამ ძალიან სეზონს რო გადავალო თვალი, ჩემთვის ალბათ მაინც ვიტინია, მე ხარ იმის რომ ბარელა მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ მოდი ვიტინიას დავაყენებ. ხო, ნუ ბარელას მეშინდა ყველაზე მეტად პედრი დუე ვიტინია, აი ამ იმას შევკრავ. მარჯვენა ფლანგით დავიწყებ, რა თქმა უნდა, ლამინი ამალი, სასწაული მაგაზე დავა. ფეხბურთელი 17 წლის არის ბოლო და რეებს აკეთებს, აი გასაგიჟებელია. სტრაიკერად ვის დავაყენებდი მე? გირასის დავაყენებდი, იმიტომ რომ გირასის დავაყენებდი, რადგან რაფინიასთან ერთად გახდა ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი. ნუ ბარსელონას გაუტანა ჰეტრიკი. ბარსელონას კი. ანუ სასწაული ეს არის, რა ქვია, ფეხბურთელი, სასწაული სეზონი ჰქონდა, ფეხბურთელი თუ არ არის, გამორჩეული სეზონი. ხოლო რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, ხვიჩაზე დაგეთანხმები, რომ ნუ ხვიჩაზე მეტად ალბათ არც მე და არც შენ არ გვინდა რომ ხვიჩაზე მეტად ვინმე დავაყენო, თუმცა რაფინია ბელოლის სეზონი გინდა ლა ლიგაში, გინდა კოპა დელ რეზე, გინდა ესპანეთის სუპერთასზე, გინდა ჩემპიონთა ლიგაზე გამორჩეული იყო. ნუ კრისტიანო რონალდოს რეკორდი დაამხო და გაუტოლდა ბოდიში ამ თუმცა გაუთვალისწინეთ ხა რამდენი თამაში გავიდა ყოფილი რაფინიამ და რამდენი თამაში გავიდა რონალდომ. ამ უზუსტობისთვის ბოდიში რონალდოს ის ვერსია ახლა იყო არანორმალური და ხო ეს იქნება ჩემი 11-ეული, ხოლო რაც შეეხება მწვრთნელს მე ვიტყოდი ჰანს დიდერ ფლიკის. ნუ ფლიკი არის ჩემს გამორჩეული მწვრთნელი, იმიტომ რომ ჯერ როგორი კრიზისული სიტუაციიდან ამოგვიყვანა, ესე ვთქვათ, და სადამდე გაგვიყვანა. გერმანული ფეხბურთის ელემენტები დანერგა ბარსელონაში. კი, ხოლო რაც შეეხება ბაიერნს, ნუ შუა სეზონიდან მივიდა და სექსტუპლი მოიგო მაგ სეზონში მეტი რაღა უნდა ვთქვათ, ხო? აი ეს იყო ჩემი 11-ეული. კი ბატონო, უღრმესი მადლობა ძვირფასო მაყურებლებო, ყურადღებისთვის, დროის დათმობისთვის. ჩვენ კიდევ შევხვდებით იგივე სივრცეში, კიდევ უფრო საინტერესო თემებით. მადლობა აბელ სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა მოწვევისთვის და წარმატება ამ საქმეში. დროებით.